24 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგსხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის ანგარიში მოისმინეს. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ბიუჯეტი შესრულდა, იყო ისეთი საკითხები, რომლებიც დღესაც გადაუჭრელია. ბორჯომის ხეობაში დევნილები ითხოვდნენ ჩვენგან მიწის ნაკვეთს დასამუშავებლად გამოყოფას და ხელშეწყობას, სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივაღწიეთ, რომ მათთვის ეს მიწის ნაკვეთი გვეშოვა, ასევე ქონდა საუბარი ჯანდაცვის სამინისტროში ერთ შეუსრულებელ საკითხზე, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვის მუშაკთა გადამზადებაზე, აღარ არის ობიექტური მიზეზები, თუ რატომ ვერ ხერხდება მათი გადამზადება. მომდევნო საკითხი ეხებოდა იმას, თუ რატომ ვერ ხერხდება, თქვათ, ჩვენი შემოსავლების წყაროს სრული მობილიზაცია და ეს ძირითადად ეხება ეგურგესის საქმიანობას, რამე თუ წელს მოგეხსენებათ, იქ საკმაოდ სერიოზული პრობლემები იყო წყლის ნაკადთან დაკავშირებით, ამიტომ არის მომენტები, რომელსაც ჩვენ ვტოვებთ სამომავლო საქმიანობისათვის. სხდომაზე ასევე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის სამუშაო გეგმა და ახალ ინიციატივებზეც იმსჯელეს. განვიხილეთ ჩვენ სამუშაო გეგმები მომავალი წლის როგორც აპარატის მთავრობის, ასევე ჩვენი უწყებების და საბოლოოდ ჩამოვყალიბდით არზაყან ემიხარისა და ჟული შარტავას სახელობის პრემიების განაწილებასთან, კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნება შერჩევა, რა კრიტერიუმი იქნება განსაზღვრული და ჩვენ ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს კომპაქტურ ჩასახლებების ჩასვლასთან დაკავშირებით.